კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ისევ ამ შენობაში ვართ, ძალიან მოგვეწონა ეს გარემო. კი, ეს ბექგრაუნდი მოგწონს. დღეს გვექნება კითხვები და პასუხები, ასე ვქვია. კითხვები და პასუხები, რომლებიც შემოვიდა უმეტესწილად TikTok-ზე, როცა დაიდო ქცევითი გადაცდომები, სწორად ვამბობ ამ ტერმინს. ქცევითი დარღვევების შესახებ, დარღვევები არ, კი, ქცევითი გადაცდომები არ გამიგია პირველად. ქცევითი დარღვევების შესახებ, რომელიც ეპიზოდი ქონდა ერთ-ერთი და ძალიან ბევრს დაინტერესდა რაღაცეები და მე ამოვიკითხავ და ერთად გავცეთ პასუხები. პირველი კითხვა მაქვს ქცევით დარღვევაზე, როდის უნდა შევიტანოთ ეჭვიო. იცი რაც გულისხმობ, როცა მხოლოდ ერთი სიმპტომი ვლინდება, რამდენიმე სიმპტომი რო ვლინდება თუ ყველა ერთად ვლინდება. აი რაზე იყო საუბარი კითხვი? გამოქცევაზე იყო საუბარი. აი გეტყვი, აი მაგალითად როცა ბავშვი არ რეაგირებს სახელზე, ან როცა ბავშვი ესე უყურებს სათამაშოს და ბორბალს ატრიალებსო. აუტისტურ სპექტრზე. აუტისტურ სპექტრზე. კი ბატონო, ამაზე იყო. თუ ყველა ერთად რომ აი რა დროს უნდა შევიტანოთ ეჭვი. ესენი არის გამოვლინებები, მაგრამ აი მე რა დროს ვეჭვდები? ნიშნები რა არის და რომელ ნიშანს უნდა მივაქციოთ ყურადღება ესე იგი. რა დროს? რა დროს? თორე შეიძლება ხა ვიცი ბავშვი რო ფეხის წვერებს დადის, მაგრამ აბსოლუტურად არანაირი ასე ვთქვათ, სპექტრი არ გააჩნია, აუტისტური. ვიცი რომ ბავშვები რო ლეგოებს აწყობენ კარგად და სულ ამაში არიან ჩართულობ, მაგრამ არაფერი. აი ეს. ხო. პირველ რაც არის თუ ერთჯერადად ხდება ეგ ამბავი, რაღაცა სახელი დაუძახე და ყურადღება არ მოგაქცია, ეგ არ არის ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ აი მე თამაშულმა არ მიპასუხა და თვალებში არ შემომხედა. ხო. ანუ თუ ერთჯერადად ხდება ეგ ამბავი რა. მაგრამ თუ არის დროში განგრძობითი, მაგ შემთხვევაში შეიძლება უკვე დაფიქრება რა. რაღაცა განმეორდა 7-ჯერ. ასაკზეც გამახვილა ყურადღება თუ შეიძლება. ხო, ასაკიდან უნდა. ასე რას გულისხმობ? რა ასაკიდან უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ 2 წლიდან? დაბადებიდანვე შეიძლება მაგას ყურადღება მიაქციოს. სახელზე შეიძლება დაბადებიდანვე არ რეაგიროს, მაგრამ თვალით კონტაქტზე შეიძლება მიაქციო ყურადღება. ან რაღაცა ტირის თუ არ ტირის ბავშვი მაგას შეიძლება მიაქციო, იმიტომ რომ როგორც წესი ბავშვი უნდა ტიროდეს, ხო, რაღაცებს უნდა აპროტესტდეს. ერთ წლამდე მით უმეტეს ახლა ვერ გაგებინებს ხანერეთ, ესე იგი ტირილით უნდა გაგებინოს. ხო, და თუ ისეთ სიტუაციებში, როდესაც დავუშვათ ადრე ტიროდა და ეხლა აღარ ტირის, შეიძლება რაღაცა ემოციური სკონდეს დღეს რატომ ავიწყდება ეს სიტყვა? არ ვიცი, რას გულ ემოცია ხო განსხვავდება უკვე მისგან წინა ემოციისგან რა, შესაბამისად რაღაცა შეიცვალა მასში და თუ ადრე იმაზე ტიროდა და ეხლა აღარ ტირის, შეიძლება სიგნალი იყოს იმისა, რომ ყურადღება მისაქცევია რა. ხო. ცოტა უფრო იქით რომ წამოვიდეთ, სახელზე რეაგირება უნდა დაიწყოს, მაგრამ ერთჯერადი გამონაკლისის შემთხვევები თუა, მაგ შემთხვევაში ისეთი ხო, გამონაკლისებს არ გულისხმობ. საყურადღებო ამბავია არ არის. აი დაგვიწერეს იქ რომ აი ნუაშინებთ მშობლებს და ანუ ნუშინდებით ხალხნობ, ჩვენ არ ვამბობთ ერთჯერადად. თუ გინდათ მიაქციოთ, თუ არ გინდათ მიაქციოთ. ერთჯერადად, როგორც ახლა ბევრჯერ ახსენე, არ ვამბობთ რომ აი დაგიძახე ლაშა, ვერ გაიგე უბრალოდ არ ვამბობ. ან აი ტელეფონში როცა ვიყურები ხოლმე, ხანდახან არ მეზმის რაც მე ლაპარაკებიან, იმიტომ რომ იქ ვარ ორიენტირებული და ან ახალ სათამაშო მიუტანეთ და ფერების მიხედვით დააწყო ისე მაგას არ გულისხმობთ რა, თუ კი ეს ხდება განმეორებითად და ხდება ისე რომ დაუშვათ ერთსა და იმავე სათამაშოებს დაალაგა ესე ამ ფერების მიხედვით დაუშვათ აურიეთ. მე ისევ დაალაგა, დაუშვათ ისევ აურიეთ შეინახა ხო? თუ სულ ასე აკეთებს ეს გრძელდება ხო? მაგ შემთხვევაში შეიძლება იყოს, მაგრამ ეგეც არ არის დასტური იმისა, რომ სათამაშოებს ნამდვილად სპეციალისტმა უნდა შეაფასოს. თქვენ თუ რამეზე ეჭვს აიღებთ, შემდგომი ნაბიჯია სპეციალისტმა შეაფასოს. თავისთავად. ანუ ასე თუ ისე გავეცით პასუხი რა, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად უნდა გამოვლინდეს და სხვადასხვანაირად უნდა დავაკვირდეთ თუ და ამას ყველაზე კარგად მშობელი გრძნობს და ცვლილებები ხო პირველად მშობელი გრძნობს მაგას. და თუ რამეზე ეჭვს აიღებს, სპეციალისტი არის შემდეგი ნაბიჯი. მან ის უფრო მნიშვნელოვანია რომ თუ რაღაცა ეგეც დაინახავთ არ დააიგნოროთ რა, ზოგიერთ შემთხვევაში არის ხოლმე, როცა მშობლები აიგნორებენ ან აბრალებენ ასაკს, რომ ეს ასაკი აქვს და გაუვლეს. ჯობს რომ მიყვე მაგას და კიდევ ერთხელ რაღაცა მე შემაშინა ეხა იმაზე
რაზე? ესო მოაშინეთ ჩოლობს, მოაშინეთ. არავის არ ვაშინებ, თუ ხედავთ რომ რაღაცა ისეთი თქვენთვის საეჭოა, ჯობს რომ მიხვიდეთ, გადაამოწმოთ და თუ არ არის, თუ არის და ჭირდება დახმარება, არის სერვისები, რის რომელ სერვისში ჩართვის ამ სერვისების მიღების შედეგად შანსი იმისა, რომ თქვენმა შვილმა უფრო უკეთესად გაიაროს ადაპტაცია და მოერგოს გარემოს, არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ის, რომ დაიგნოროთ ეს პრობლემა. კი ბატონო, და ეს ლაინი აქვთ ხოლმე მოთხოვნილება მშობლებს, რომ ყველაფერი გაიგონ, ან ვიღაცამ ესე დისტანციურად შეაფასოს მისი შვილი და ესე არ ხდება. შეაფასოს დისტანციურად, ADOS-ით ფასდება ეს, რა ქვია. სხვადასხვა ტესტებია, ხო, როგორც ვიცი. ხო, სხვადასხვა ტესტებია, ჩვენთან ყველაზე გავრცელებული ADOS-ია. შესაბამისად, ესე არ შეფასდება ხალხმა. ეს გაითვალისწინეთ. ხო, თან ბავშვთან უნდა გაატარო რაღაც პერიოდი იმისთვის, რომ შეფასება დაადო. ბავშვთან და მშობელთან. მშობელთან, ნუ აუტისტურ სპექტრზე მშობელთან უფრო ნაკლებად, მაგრამ ბავშვთან ყველა ვარიანტში ნებისმიერ შეფასებაში გიწევს. შემდეგი კითხვა არის 1 წლის და 2 თვის ბავშვი გაბრაზებისას ყვირის არის რაიმეს ნიშანიო? ძალიან გულწრფელი კითხვა. მე ესმის და ძალიან ანუ არ დავცინი. უბრალოდ გამეცინა. ხო. ძალიან ბევრი კი შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ შია ან ტუალეტში უნდა ან არის გარეთ გასერდება. 2 თვის ბავშვი ვერ საუბრობს. ვერ საუბრობს. ხო, წლის 2 თვის ბავშვი არ ამბობს საერთოდ? არა. შეიძლება დედა ან მამა თქვას და როგორ უნდა გამოხატოს ტირილით და ყვირილით, აბა ან გაბრაზებული რა ვარ ჩვენ როგორ ამ კონკრეტულ ბავშვზე გეუბნებ საერთოდ არა, ეგ არ ვიცი საუბრობს თუ არა. ზოგადად ხა წლის და 2 თვის ბავშვი იშვიათია რა საუბრობდეს. ხო, მაგრამ სიტყვები შეიძლება ან რაღაცა გერები შეიძლება თქვა. კი, დედა, მამა, მშია, მომე, არა. ხო. იგი იშვიათი. ხო, მაგრამ როცა ვერ საუბრობს გაბრაზებისას. ხო. ჩვენ როგორ გამოხატავთ გაბრაზებას? ხანდახან უყვირით. ეგ ბუნებრივია. ანუ ნახე ძალიან რთულია მასე ზოგადი ინფორმაციით შეაფასო რა. ეგ დაახლოებით იმას გავს. მესმის, ხო. ეგ იმას გავს, როგორ გაიგებდნენ შენზე რომ ფსიქოლოგი იყავი, აბა ეხლა რას ვფიქრობ, მითხარე. ხო, ეგრევე კითხვები მოდიოდა, კი. ხო. მაგის იმისთვის რომ გაიგო რა მის ნიშანი არის თუ არა, უნდა დააკვირდეს სპეციალისტი ბავშვს და როგორც წესი ერთჯერადი დაკვირვება საკმარისი არ არის ხოლმე მაგისთვის. იმისთვის რომ გაიგო რა ანუ რაღაცა ფუნქცია აქვს იმ ტირილს, ხო, რაღაცას იგმაყოფილებს იმ ტირილს. შეიძლება იყოს უამრავი მიზეზი, რის გამოც ამას აკეთებს. და თუ მაგ მიზეზს თქვენ თვითონ ვერ აგნებთ, მაშინ ჯობს რომ სპეციალისტი. მე მგონი ეს კითხვა იქამდე მიდიოდა, რომ აი გაბრაზებისას წლის და 2 თვის ბავშვი ყვირის, ტანტრუმისკენ ხო არ მიდისო. მე მგონი ეხლა რაღაცა აი ჩემის წამოვიღე რა. არ არის გამორიცხული, ოღონდ ტანტრუმი ცოტა უფრო მერია, მაგას აქ შეიძლება, მაგრამ სადღაც 3 წლიდან 2 წლა ალბათ. 2-5 წლა ხო, ნახე. დაახლოებით მასია. მაგრამ მან თქვენ გჭირდებათ, მე უკვე შენ გელაპარაკებ მაინც თქვენობით. ხო. მან მნიშვნელოვანია ის, რომ სწორად მიუდგეთ იმ ტანტრუმსაც რა, ტანტრუმზე მე მგონი ველაპარაკებთ და რაღაცას თუ გაითვალისწინებენ იქიდან არ იქნება. კი, ნახეთ ჩვენი წინა ვიდეოები, ტანტრუმზე გვაქვს ბევრი დასაუბრები. მესამე კითხვას წავიკითხავ 2 წლის და 6 თვის, 2 წლის და 6 თვის დაახლოებით რომ მივხვდეთ. ქცევითი დარღვევა აქვსო, დადის ბაღში და თერაპიებზეო. და შედეგიანი იქნება ეს თერაპიებიო, ეგეთი კითხვა იყო. გააჩნია სპეციალისტი ხალხო, აუცილებლად შედეგიანი იქნება თუ სწორ სპეციალისტს არჩევთ. ხო და ნახე, ახლა მე უნდა ვიმკითხავ სწორ იქნება თუ არა შედეგიანი. ძალიან კარგია ის, რომ დაგყავთ ნების. ასაკზე იყო კიდე გასმული ხაზი, რომ აი ამ ასაკიდანაც აიწყებ თერაპიას და ბაღსაც უმატებ. ადრეული ინტერვენცია იწყება მიდან რა ქვია, მე მგონი 0 წლიდან იწყება თუ 1 წლიდან. მე მგონი 1 წლიდან ალბათ უფროსი მგონია. მე მგონი 0-დან იწყება. რაღაცა ეგრე. მაგრამ ეს ასაკიც მე მგონია ისეთი უკვე, რომ არა, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინტერვენციას, გაცილებით უკეთეს შედეგი გექნებათ. კი ბატონო, თუ აქ ასაკზე იყო გასმული ხაზი, ხო. მე ვფიქრობ, რომ ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უკეთეს შედეგი დადგება, ვიდრე 6 წლის რო ყოფილიყო. ჩვენ საკმაოდ ისეთი კარგი სპეციალისტები ყავს, მაგ მიმართულებით რა, ქცევის მიმართულებითაც, თერაპიების მიმართულებითაც და თქვენ არ ვიცი ვისთან დაგყავთ, მაგრამ
კარგი სპეციალისტები ყავს ნამდვილად და მათ მუშაობა შედეგი გამოაქვს. Yes, კი. შედეგებზე გადიან ხოლმე. 1 წლის და 3 თვის პატარა სულ ფეხის სწორებზე დადის. არის რაიმე საფრთხეო? თუ მხოლოდ სულ ფეხის სწორებზე დადის, ორთოპედთან უნდა მიიყვანოთ. სხვა თუ ვერაფერს ამჩნევთ, რომ არ რეაგირებს სახელზე, არ გიყურებთ თვალებში, აწყობს რაღაცა სათამაშოებს და სულიკ თამაშობს. ფეხის სწორებზე თუ დადის, ეგრევე მიიყვანეთ ჯერ ორთოპედთან. თუ ის გეტყვით, რომ არაფერია და რაღაც აი ხო გვაქვს შემთხვევა, რომელიც არის გენეტიკური და რა ვიცი, არაფერი არ არის ორთოპედთანაც ყავდათ და ბავშვი არის ძალიან ნორმალური განვითარების. ასე რომ, რა ვიცი, თუ მხოლოდ ეს არის ორთოპედი და მორჩა. შემდეგი, აუტიზმი იქურნებაო? აუტისტური სპექტრი. ესეთი კითხვა იყო პირდაპირ და ამოუწერე პირდაპირ. ხო. შენი აზრით? ჩემი აზრით, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. იმიტომ რომ შეიძლება დარჩეს მისი, ანუ სოციალიზაცია მოხდეს ბავშვის, რაღაცა ქცევები, ასე თუ ისე არ ვიცი, გამოსწორდა ეს? ბოლო პერიოდში წავიკითხე რამდენიმე შემთხვევა, როცა ამერიკაში, ჩვენთან არა, ამერიკაში მედიკამენტურად კურნალობდნენ აუტიზმს. მართლა. დამამშვიდებლობით თუ რა? არა, ანუ მედიკამენტური ჩარევა იყო რა. ანუ ვერ მივხვდი რა საჭიროა. ხო. და მე არ მქონია არცაც წამიკითხავს იქამდე არც არავისგან გამიგია ცხოვრებაში რომ აუტისტური სპექტრი, ნუ ჯერ სპექტრი იმიტომ ქვია რომ ძალიან უამრავი მდგომარეობაა და ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან რთულია რომ რაღაცა მედიკამენტი შეარჩიო მაგისთვის. და მეორე ის რომ არსად გამიგია მედიკამენტური ჩარევა კურნავდეს აუტიზმს რა. სწორია ეგ რომ ამ მდგომარეობასთან ერთად ცხოვრობ, უბრალოდ სწავლობ, უნარებს ემუშავებ იმისა, რომ როგორ ადაპტირდე იმ სოციუმში, იმ გარემოში კარგად. ეხლა მედიკამენტებზე რაც გამახსენდა, აი ტიკები რო აქვთ ხოლმე, ეხლა ჩვენ მეზობელს აქვს ასე მაშრობა. ნევროპათოლოგთან, ვიცი ხო, ვილაპარაკეთ მაგას. ნევროპათოლოგთან ყავდათ და იმან დაუნიშნა დამამშვიდებელი. ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებს? ტიკების მოშლის დროს, ანუ ტიკების სხვა არის და კი, ეხლა უბრალოდ გამახსენდა. ხო, ნუ ტიკებზე შეიძლება ცევაზე შეიძლება მედიკამენტის დანიშნა, რომ მაგალითად თუ ახსნებულია ზედმეტად და დამამშვიდებელი ჭირდება, მაგ შემთხვევაში შეიძლება დანიშნონ, მათ შორის ფსიქოტროპულიც შეიძლება, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თუ აქ ცევა არეობი რა. მაგრამ ისეთი მდგომარეობები როგორც არის სპექტრი და განიკურნა არ არის. არა, ვიცი რა არაფერ შუაშია. არაფერში ხო. ხო, აი ცერებრალურ დამბლაზეს იყენებენ ხოლმე როგორც ვიცი, რომ კონთები მოდუნდეს. ხო, თუ ეგ ორი ეს არის ხო იცი? ან ცერებრული დამბლა ერთია, როდესაც პირიქით მოდუნებულ მდგომარეობაშია კონთები ან დაჭიმული, ორივე შემთხვევაა. არა, არ ვიცოდი, მე უფრო დაჭიმულობა მეკონა. და აი ამ ტიკების, უბრალოდ ტიკი, ანუ სხვა არანაირი, აი როგორც ჩვენ გქონდა თუნდაც ეს ხრების თამაში, ხო? მაგ დროს რამდენად გამართლებულია მედიკამენტური დოზური ჩარევა, მედიკამენტოზური? ვიცი რა არის იმათ კომპეტენციაში ახლა მე ვერ შევალ და ვერ ვიტყვი რომ არა თქო. რაღაცნაირად მე არ ზოგადად არ ვემხრობი ხოლმე წამლები არ მიყვარს რა. აი მაგიტო წამლები არავის არ უყვარს. არა არის ხალხი ვისაც უყვარს ხოლმე. უყვარს. დედაჩემს. ხო, მაგრამ მაგაშიც გითხრობ რომ წამლები ახლა წარმოადგინა ისიც როდესაც ანტიდეპრესანტებს ნიშნავენ ხო? ანტიდეპრესანტები ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა, იმიტომ რომ მაგის გარეშე ვერ იზავ. მაგრამ მე პირადად ესეთ უკიდურესი შემთხვევა თუ არ არის, იქამდე არ ვემხრობი რა მაგას. ხო. და როგორ შეიძლება აბა წამლების საერთოდ გვერდზე გადავდოთ? აი ესეთ ტიკებს აი ალტერნატიული ქცევა უნდა შევთავაზოთ თუ როგორ მე მაგალითად სახაზავით დამადებინეს და ხელები ზემოდან დამადებინეს. ეგ იყო გამოსავალ. ფაქტობრივად ალტერნატიული ქცევაა. ხო. მეც მაგას უფრო ვემხრობი, რომ რაღაც ალტერნატიული შესთავაზე. თუ გაქვს მაგის საშუალება, შეიძლება არ არის და ისეთ მდგომარეობაა, რომ მაინც მედიკამენტოზური ჩარევაა საჭირო. კარგი, აღარ შევყვებით და შემდეგზე გადავალ. ეს არის 1 წლის და 1 თვის ბავშვს მიმართავენ სახელით, არ იხედება და უბრალოდ რეაგირებს, პასუხობს. მაგრამ ანუ არ იხედება, მაგრამ რეაგირებს და პასუხობს რა?
ხო. სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგშიაო და რამდენად ყურადღება მისაქცევიაო. სხვა მხრივ თუ ყველაფერი წესრიგშია, დააკვირდით ჯერ 1 წელს და 1 თვისაა, ხო? ჯერ დააკვირდით, მაინც შეიძლება უბრალოდ ანუ რა სიტუაციაში აკეთებს რა, დავუშვათ თამაშობს და მაშინ ეძახი და უბრალოდ პასუხობს, თუ შენ სახეში უყურებ და მაშინ მიმართავს ახალ და მაშინ არ გიყურებს, ანუ სხვადასხვა ნიუანსია რა. თუ ისეა რომ მისკენ მიმართული მზერით ეუბნებით და მისი მზერა თქვენსკენ არ არის მომართული. ხო, ანუ თუ გვერდიდან დაუძახებ შეიძლება არ შემოგხედოს რა. მაგრამ შენ თუ დაიჭერ მის მზერას, მაშინ მიმართავ და ხედავ რომ იმან ანაგარ და ან არ გიყურებს მაგ მომენტში, მანდ უკვე ეს არის შეიძლება საყურადღება იყოს. კი ბატონო, შემდეგი არის გაბრაზებისას ყვირის ხელებს იქნევს კისრის ზარღვები ეჭიმებაო. უჭირს ჩაძინება და ძილშიც წრიალებსო. რასაკია არ ვიცი. რამდენად საყურადღებოა. სავარაუდოდ ეს იგივე ასაკია. 2-დან 5 წლამდე ალბათ. ხო. გაბრაზებისას ყვირის ხელებს იქნევს კისრის ზარღვები ეჭიმება. საყურადღებაში რა იგულისხმება რა სპექტრი აქვს თუ არა? ზუსტად ეგ კითხვაა? ან ქცევის დარღვევა ხო? ან ქცევითი დარღვევა, ქცევითი დარღვევა არის კი თუ არ ეძინება, ეგ ქცევითი დარღვევაა უკვე. არა, ეძინება, მაგრამ დაძინებისას წრიალებსო, ძილში ვერ ისვენებს, მოუსვენრობა აქვს. ხო, ეგეც ეს არის დარღვევა არ არის აუცილებელი რომ რაღაცა მძიმეს ნიშნავდეს რა, აი დარღვევა აქვს ჩემ შულს და დავშო დაინგრა სამყაროა. შეიძლება ძალიან პატარა რაღაცა იყოს დარღვევა და იმისი გამოსწორება უბრალოდ ქცევის მიდგომის შეცვლა გარემოს ცხოგულის ხმაფლაშა ანუ შეიძლება ოთახში შუქი გაქვთ ჩართული და ოვერსტიმ გადამეტებული სტიმულები ან ტელევიზორია ჩართული და ხმა ესმის ან გარეთ არის ხმაური ეს არა მარტო ბავშვში არის ანუ შიდა პრობლემა კი არა რაღაცა აქედან შეიძლება მოდიოდეს ამიტომაც მაგასაც დააკვირდით ხო აქედან ეს ძალიან ძნელია რომ ძნელია და ამ წირი ინფორმაციითაც ძალიან ძნელია მე შემდეგი კითხვა არის 2 წლის ბავშვი არის ძალიან აქტიური და არის რაიმე პრობლემაო? აქტიური თუ არაფერი პრობლემა არ არის. ბავშვი უნდა იყოს ხელქი. ბავშვი უნდა იყოს აქტიური. რა ვიცი. თუ რამე ეჭვი გეპარებოდ კიდე დაგვიკონკრეტეთ და უკეთ გაგცემთ პასუხს. შემდეგი კითხვა იყო ესეთი ბავშვის სასწავლო პროცესისას იწვალებს ყურსო. არ დადეგებზე თითქოს ამას გადაეჩვიაო, თუმცა სწავლის დაწყების შემდეგ ისევ დაიწყო. და მე ვკითხე, რომ ანუ სკოლა ან საცხოვრებელი ხო არ შეიცვალა და ანუ რამე სტრესს ხო არ განაპირობა ეს ყველაფერი და იმან თქვა, რომ სკოლა შევიცვალეთ და საცხოვრებელი ადგილიც. კი, შეიძლება აქედან იყოს, მაგრამ შეიძლება უბრალოდ ეს არის ისევ დამავიწყდა სიტყვა. მეგონი გამოუძნებელია. შეიძლება. გოგო, რა ქვია მაგას? ტიკი. არა. პორისყალება. აბა? არა. სენსორულ სტიმულაციას ახდენს რა, ანუ შეიძლება ყურზე თუ გინდათ რომ ხელი მოიცილოს, ხო, შეიძლება საშლელზე გადაიტანოს ან კალამზე ან რაღაცა. არც მაგალითად ჩვენთან ერთ შემთხვევაში ის გავაკეთეთ, რომ ამაზე სკამზე გაუბით რეზინი და ფეხებს იმაზე ათამაშებს იმისთვის, რომ მაგ დროს მშვიდდება და შედარებით უფრო კონცენტრირებულია გაკვეთილზე. ხო. ეს გმესმის და როცა სკოლაში იცვალა და ამაზე ნერვიულობს შეიძლება მაგანაც გამოიწვიოს და აი მაგ დროს რა უნდა ქნან? დააბრუნონ ძველ სკოლაში. არა, ვერ დააბრუნონ. არა, ვერაფერს არ იზამ მაგ დროს, უბრალოდ უნდა მიაჩვიო მაგას რა. ხო, და ესაუბრო ამაზე ალბათ. ხო, თავისთავად. და მასწავლებელმაც ხელი უნდა ნერვიულობის, ანუ რატო ნერვიულობს ის ხომ უნდა გაიგო, შეიძლება ბავშვებთან რაღაც ახალი ურთიერთობები როა ისე არ წავიდა როგორი მოლოდინი შეიძლება ქონოდა ან მასწავლებელთან ან გარემოში ან რაღაცა ხო მაგებს თუ გაარკვევ და მაგ სტრეს ფაქტორებს მოუხსნი თუ სტრესია მაგ სტრეს ფაქტორებს მოუხსნი შეიძლება ის ნელა მოიხსნას ამიტომ ბევრი საუბარი არის შულთან საჭირო ყურს იწვალებს მაგრამ თმაზე დაიწყებს ხო შეიძლება ამიტომ ან მაგაზე ალტერნატიული ქსევის დასწავლა ხო ესე ქვია ეგ უბრალოდ ყურს თუ იწვალებს მე არ მგონია საერთოდ ეგ რა ქვია გამოწვევა რა სტრესის ფონზე თუ აკეთებს მაგას სტრესის მიზეზები რომ უნდა გაიგო კი
მაგრამ უბრალოდ ყურს იწოლებს, შეიძლება არც სტრესია, უბრალოდ სტიმულაციას ახდენს მაგას იმისთვის, რომ კონცენტრაცია უკეთესად მოახდინოს რაღაცებზე. მაგალითად, მე როცა უსმენ ხოლმე ან ლექციას, ან არ ვიცი რამეს ვინმეს თუ უსმენ, ხშირად არის როცა ვხატავ რა იმაში, შესაბამისად ამიტომ თუ ეს არის სოფლისთვის პრობლემა, რომ შეიძლება ყური ზბიბილო ჩამოეწელოთ, მაშინ სხვა რამე შესთავაზოს, ხო? Yes. და ხო, თუ ეს არ მოეწონება, მაშინ სხვა კიდევ და ასე შემდეგ. კაია. შემდეგი არის ბაბუ ვაჟკაცები არ ტირიანო. ანტრუმისას მსგავსი დამშვიდებაო. ხო, დამშვიდება. არა, გარემოდან ვიღაცა რომ ესე შესწახებს. ანუ ოჯახის წევრი, ანტრუმს იმართებს ოჯახში და ბაბუ ეუბნება რომ აბა. აი რა უნდა როგორ უნდა მოიქცეს მშობელი მაგ დროს. ბაბუს მაგივრად აპა უნდა უთხრას და მაშინ ყველაფერი დაალაგდება. ანტრუმის დროს თუ უცხო ტიპი ერევა, ის უცხო ტიპი უნდა გაარიდო რა იქ. განარიდო, განეიტრალო. მაგრამ უცხო კი არა, ბაბუა მართლა. ოკეი, ანტრუმის შემთხვევაში ზუსტად იგივე ხდება, უნდა მართოს იდეალურ შემთხვევაში ერთმა ადამიანმა. და ისიც რა ქვია ბებია იქნება თუ პაპა იქნება თუ არ ვიცი ბიძა იქნება იმას უნდა მისცეს ინსტრუქციები იმ ადამიანმა რომ ეხლა ჯობს რომ თავი დაანება აზრი არ აქვს ამას შენი არ ესმის უბრალოდ მოკლედ აუხსნას ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც ის არის წინასწარში ამზადეს ოჯახის წევრები მესმის იმათი გადმოსახედიდან რომ უბრალოდ დახმარება უნდათ და კარგია იქ რომ დახმარება უნდათ მაგრამ მაგით ვერ გეხმარებიან რა იქ უნდა გააგებინოთ ხო ამიტომ ოჯახის წევრები შეამზადეთ წინასწარ რომ აი ესე დაიწყება დამტოვეთ მარტო ბავშვთან ხო yes მართავ თავიდან ბოლომდე მე შემდეგი თუ ბავშვი რომელიმე დაწესებულებაშია მაგალითად აფთიაქში და ტანტრუმისას ანგრევს ყველაფერს რა უნდა ვქნათ მაშინა სხვის ქონებას თუ აზიანებს შეგიძლიათ ბავშვი განარიდოთ თუ სარეს რა ქვია ვერბალურად საკმარისი არ არის მაგისი თქმა, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიკური ძალა რაღაცა ხო, კიჭიმება ის მაგ დროს და ხო, გავარიდოთ იქაურობას. ოღონდ თუ სხვისი ბავშვია მით უმეტეს და თუ თქვენი ბავშვია, მაგ შემთხვევაშიც ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისე არ გააკეთოთ ეგრე რაღაცა დაზიანება ფიზიკური ტრავმა მიიღეს რა. ემოციურ ნაწილში ის რომ აიყვანოთ და გაიყვანოთ შებოჭვა მოკლედ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ბავშვისთვის ემოციური ზიანის მომტანი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მაგის გარეშე უბრალოდ არ გამოდის და გარდა მაგისა იმისთვის რომ თვითრეგულაცია ისწავლოს, გჭირდება ეგეც გააკეთო. ემოციური თვითრეგულაცია. ხო, ამიტომაც ანუ ჩვენ ხო ვთქვით რომ ბავშვს უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნათ ანტრუმისას და ასევე ხო თუ აფთიაქშია და ის პერსონალი ვინც გემსახურება და ცუდ დღეში ვარდება რა ვქნათ ესე გვიწევს თუ არ აზიანებს იქ არაფერს და უბრალოდ იატაკზე წევს და რაღაცა ყვირის რაღაცა მაშინ თხოვეთ იმას რა ქვია მენეჯერს რომ დრო მოგცეთ, მაგრამ თუ აზიანებს ხო, უბრალოდ ეგ კითხვაც იყო და თუ უბრალოდ კომენტარი აღარ მახსოვს, რომ აი ჩვენ რა ვქნათ, როცა ბავშვი ესე ყვირის, კი არაფერს აზიანებს, მაგრამ ყვირის და ხელს მიშლის მე მუშაობაში. აი მაგ დროს რა უნდა ვქნა? დაველოდო როდის მორჩება? ხო, მაგრამ რანაირად ეხა მე ხო დრო მეკარგება, კლიენტებს რომ მსახურები უკმაყოფილება მოდის მე იქიდან. აფთიაქარი როცა მე მშობელი როცა ამბობს. არა. აფთიაქარი როცა ამბობს, ხო, მაშინ თუ ეგეთი დამოკიდებულება აქვს, რომ არა ეხა აქედან უნდა გაიყვანო, მოგიწევთ, რომ გაიყვანოთ. მაგრამ თქვენი დამოკიდებულება არ უნდა იყოს ეგ, რომ მოდი ეხა ამას ანუ უნდა აცადოთ რა, მოკლედ სანამ დამთავრდება ეგ ტანტრუმი და მაქსიმალურად სწორად მიყვეთ იმისთვის, რომ სხვა დროისთვის პრევენცია გააკეთოთ, რომ შედარებით უფრო მცირე დროით მოხდეს. სხვა შემთხვევაში მოგიწევთ სულ ეგრე. ხო. როდის უნდა აუხსნათ და ვესაუბროთ ბავშვს ტანტრუმის და არასწორი ქცევების შესახებ? მაშინ, როდესაც დამშვიდდება და უკვე შესაძლებელია მასთან, ანუ უკვე ხედავთ, რომ მას თქვენი საუბარი ესმის ტანტრუმის დროს, როგორც წესი, თქვენი ნათქვამს ყველაფერს აიგნორებს ხოლმე რა, ისხლდავს. როდესაც დამშვიდდება, ქცევა ჩაქრება საერთოდ კი არა ის კონკრეტული ეპიზოდი როცა ჩაქრება მაგ შემთხვევაში შეგიძლია დაიწყოს საუბარი
ოღონდ მან ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ ზედმეტად პოზიტიური და თბილი ემოციები არ უნდა გამოხატო. უნდა უთხრა ის, რაც ჩვენთვის არასასიამოვნო და მიუღებელი იყო მის ქცევაში. კი ბატონო. შემდეგი არის მეტყველების დაყოვნება. დარღვევა აქვსო ბავშვს და როდესაც მშობელი ეკითხება რამეს, ბავშვი კითხვას იმეორებს. პასუხს კი არ სცემს. დამატებით რა შეიძლება გაკეთოს მშობელმა თერაპიაზე უკვე დაყავს. რომელ თერაპიაზე დაყავს? არ ვიცი, არა და კონკრეტებული სამწუხაროდ. ალბათ მეტყველების თერაპიაზე. მეტყველების თერაპია მას უფრო მეტყველების გასწორებას გულისხმობს. გულისხმობს ვიდრე იმას კოგნიტური პროცესების გავარჯიშებას რა. თერაპიაზე თუ დაგყავთ, ეგ უკვე ძალიან კარგია. დამატებით რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ სახლში თუ მაგის საშუალება გაქვთ, რაღაცა კონკრეტული აქტივობები გააკეთებინოთ. მაგალითად, მე თერაპევტი და მისცემს კიდე მიმართულებას. მაგამდე მივიდიოდი რა წესით თერაპევტი მაგაზე უკეთესად გეტყვით ვიდრე მე, რადგან არც ბავშვს ვიცნობ და არც ეგ სიტუაცია არ ვიცი, ხო? უბრალოდ დამატებითი აქტივობები სახლში შეგიძლიათ გააკეთოთ, რომელსაც თერაპევტი გეტყვით. ასევე არსებობს უკარგესი მეგობარი ჩვენი ChatGPT, Gemini. შეგიძლიათ გკითხოთ აქტივობები და იმდენ აქტივობას ჩამოგიყრით, ხალხო, იმდენ აქტივობას, რა შეიძლება ყველა დიაგნოზი არა, დიაგნოზი ხო იცით უკვე რაც აქვს და აქტივობები რა შეიძლება სახლში გავაკეთოთ და უამრავ იდეას შემოგთავაზებთ. აუან მაინც თერაპევტთან გაიარეთ, მე მაინც ეს ვარ რეტროგრადი. კარგი. როცა სახლში შეთანხმებულად არ მოქმედებენ ოჯახის წევრები, ტანტრუმსა და სხვა ქცევის გამყარებასთან დაკავშირებით, მშველელების პოზიცია როცა აქვთო. ან წეღან ვისაუბრეთ ამაზე, ბაბუ, შენ ვაშკაცი ხარ და არტირი და ასე შემდეგ. მე მგონი ამაზე კი განსხვავებული პოზიციები პირიქით არის. ტანტრუმის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ეგ რო განსხვავებული პოზიციები აქვს ოჯახის წევრებს. კი ბატონო, და ქცევით განმტკიცებაც ამ დროს ძალიან რთული არის. ერთი სხვა რამეს მეუბნება, მეორე სხვა რამეს, ბავშვი ემოციურად და არეულია და ყველანაირად. ერთი ჯის მეორე წახალისებს, ერთი ეუბნება გაჩუნდი, მეორე ეუბნება გაჩუნდი რაღაცას მოგცემ არ ვიცი, სადმე რამეს გიყიდი. კი, ამიტომ ოჯახში შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი არის. მეც მერევა ხოლმე ხანდახან ბოტიში ჩემს მეუღლეს ამის გამო. ყველას მერევა ხოლმე, უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ მაგაზე ისაუბრო მე და ისაუბრო ხო, მან ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ შენი ოჯახის წევრებს ესაუბრო მაგაზე ბავშვის თანდასწრების გარეშე. ზუსტად, ეგ უნდა მეთქვა. და ჩვენც მაგას ვაკეთებთ ხოლმე და ზოგადად ბავშვთანაც, აი მაგალითად გარეთ რამე ისეთი ქცევა განახორციელა, რაც თქვენ არ მოგწონთ. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო, რომ იქვე უთხრა, რომ ელი რას აკეთებ ხა, რა გააკეთე, რა იყო, რატო დაარტყი, რატო გადააგდე. მე ყოველთვის ხალხე ხო მაგაზე ხო. შედარებით სუბუქი რაც არის, შეგიძლია. მე ცალკე ველაპარაკები ხოლმე, ვესაუბრებ ხოლმე ესეთ რამებზე, იმიტომ რომ იქ დამცირებულად არ იგრძნოს თავი. ყოველთვის ცალკე ვესაუბრები. იქ შეგიძლია ცალკე გაიყვანო იმისთვის, რომ დანარჩენების თანდასწრებით კი არ უთხრა. და ასევე ერთ რამეს გამომახვილ ყურადღებას და შემდეგზე გადავალ. აი მაგალითად ვინმე რამეს აძლევს ელის. კბილეულს, სათამაშო. ელი მადლობა უთხარი. ელი მადლობას რატო არ ეუბნევი? ელი რატო არ მიესალმე? ან ეგეთი რამე არ შეიძლება. რომ იმის თანდასწრებით ეკითხა რომ აბა მადლობა უთხარი. მე ვემხრობი რომ არ შეიძლება, თან ძალიან ვემხრობი. და მე ვეუბნებ ხოლმე ცალკე რომ იცი რა ჩვენ რო ადამიანებს ხვდებით ვესალმებით ერთმანეთს ან მე ვესალმები და მე ისიც რო ხედავს მე ისიც ესალმება ან მადლობას ხო მოდელირება ან როცა მადლობას ეხება საქმე მე ხო მიყურებს მადლობას რა შემთხვევაში ვეუბნები და თუ არ იმეორებს მე სახში ვეუბნები რომ ედი ესეთ შემთხვევაში ჩვენ მადლობას ვეუბნებით ადამიანებს და მე აკეთებს ხოლმე. მე აკეთებს კი. ხო, ყველა შემთხვევაში ეგრე არ ხდება ოღონდ რა. ხო, ყველა შემთხვევა იდეალური შემთხვევა არის ეს, მაგრამ ელისთან შეიძლება მუშაობს ეგ. მე ეგეთ შემთხვევებიც მაქვს ხოლმე, როცა მივდივარ და მაშინ სკოლაში ბავშვს ესალმები, ის არ გიბრუნებს რა. ჩვენ დროს პირიქით იყო რომ შენ უნდა მისალმებოდი უფროს და მე ის მოგესალმებოდა. ხო. ეხლა მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ნუ მე თვითონ მესალმები ხოლმე. და თუ ვინმე არ მიბრუნებს, არ მესალმება უკან. მედიო რომ უბნების ახლოს და გამარჯობა.
იქამდე სანამ არ დამიბრუნებ. ეს შენ, მაგრამ მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, მეზობელი მოვიდა და რა ხდება ერის მივესალმე რამდენჯერმე და არ მიპასუხა და რა ხდება და ხო არ მივიდოდი და იქ ვეტყოდი რომ ელი რატო არ მიესალმე ამას. ეგეთ პოზიცია მე არ მაქვს ხოლმე. მე სახში დაველაპარაკე რომ ამე ხო არ ხდება ელი რატო არ მიესალმე. უბრალოდ ის თამაში იყო გართული თურმე და ვერც გაიგო. ვერ გაიგო, ხო. ხო და ეხლა რატო უნდა მეთქვა ყოველად საყვედური იმის თან დასწრებით. თუმცა ის ქალი მაგას ითხოვდა. ჩვენ საყვედური გეთქვა? ოკეი. ეგეთ შემთხვევებიც არის ხოლმე. მაგრამ ეგ კაი პოზიციაა და მეც გამომიყენებია ეგ რა. გამარჯობა გითხარი და. ჰაი, კიდევ ერთხელ. კაი, შემდეგი, როცა ბავშვი ტანტრუმისას თავს იზიანებს. რა უნდა ქნას მშობელმა? აი, მაგალითად თავში ირტყამს ხელებს ან თავს ურტყამს კედელს. მაგაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ იყო კითხვა. იმდენად თვითდამაზე ან როგორც ხშირ შემთხვევაში იციან ხოლმე ბავშვებმა, როგორ უნდა იმანიპულირონ თქვენით, ისე რომ რაღაცა ისეთი ქცევა გააკეთონ, მათ შორის თვითდამაზიანებელი იმ დონეზე, რომ თქვენი შეშფოთება და ყურადღება მიიქციონ რა. მაგრამ ბავშვი ახლა თუ ხედავ რომ თავს იზიანებს, ნებისმიერ შემთხვევაში გიწევს რომ ან გააკაო, ან უსაფრთხო გარემო თუ გაქვთ, აი იდეალური ვარიანტია იქ გაუშვა. უსაფრთხო გარემო როგორ აბა? მაგალითად, ბილი კედლები თუ გაქვთ. ხო, რაც იშვიათია სახლში. ხო. ამიტომ გაკავება ესე იგი მისი ოთახიდან მოშორებული გაქვთ ეს ნივთები, რაღაცა რითი შეიძლება დაზიანება მიიყენოს. გაკავება იქამდე ვიდრე ტანტრუმი არ მორჩება თუ იქამდე ვიდრე ამას აღარ განახორციელებს თუ როგორ? იქამდე ვიდრე მისი ქცევა საფრთხე ზრუნვის ან თვითონ მას ან სხვა ადამიანებს. იქამდე. ოკეი. მანდაც ეს არის რა, გაკავებას ცოდნა ჭირდება ისე არის სხვა ბავშვების შემთხვევაშიც. საკუთარ ბავშვის შემთხვევაშიც ისე არ არის რომ ისე არ გააკავოთ რომ არ მიიგულდოთ ჩემს ხარ. როგორც ეს სუნთქვა ხელოვნური რა ქვია. შეიძლება ნეკნები დაუზიანო. კარგი, ტანტრუმისას შეშინება. ახლა გაჩვენდი თორემ პოლიციას მივმართავ, ან გამოვიძახებ. მუშაობსო? რავი, ჩემ შემთხვევაში არასდროს მაგას არ უმუშავია. პოლიციას გამოვიძახებ თუ შოვლებს დაურეკავ თუ იმას ვიზავ თუ ამაზე და არაფერი არ მუშაობს. ეგეთი. ხო, ზოგადად ტანტრუმისას ხო შენ რაც თქვი, საუბარი არც კი ღირს მასთან, იმიტომ რომ ფაქტიურად ისხლებს. თუ ძალიან მწვავეა რა მაგ შემთხვევაში. თუ ხედავ რომ თან გისმენს და თან ატანტრუმებს, რანაირად თქვა, მაგრამ მაგარი. ატანტრუმებს. მაგ შემთხვევაში შეგიძლია ძალიან მშვიდი ტონით თქვა რომ მის გასაგონად რა რომ კარგი ბატონო ეს ქცევა თუ გაგწელდა მაშინ მოგვიწევს რომ ჩვენ რაც გვაქვს შეთანხმება იმ შეთანხმების მიხედვით ეს აღარ გექნება ან ავერსიული სტიმული მისცერა წამახალისებელი მოაცილა რომ აი ეს ქცევა თუ გწელდება მაშინ მოგვიწევს რომ ამ ქცევის გამო ამას ვეღარ გავაკეთებთ. და რა უნდა მეთქვა? აი ყურადღების გადატანაზეც ვისაუბრეთ ერთ-ერთ ეპიზოდში ტანტრუმისას და ეგეც ხანდახან მუშაობს ხოლმე, როცა აი მწვავე არ არისო, რაც შენ თქვი. ხო, კი. როცა მწვავე არ არის, მაგ შემთხვევაში ყურადღების გადატანა კარგი ვარიანტია, მაგრამ მაგისთვის ძალიან კარგად უნდა იცნობდე რა ბავშვს და იცოდე რა აინტერესებს. ესე რენდომ აქტივობები რო შეთავაზო, შეიძლება არ იმუშაოს. კი, ეს რჩევები ხო ძირითადად მშობლებისთვის არის და ვფიქრობ, რომ მშობელი იცნობს თავის შვილს ასე თუ ისე. ვერ ვიტყოდი მასე. ყველა ვერ, ასე თუ ისე იმიტომ დავაყოლი. ვერ ვიტყოდი მასე. კარგი, ეს იყო ჩვენი რჩევები დღეს. და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩილოსოფი და სოციალურ ქსელებშიც გამოგვიწერონ. გამოყვევით? ხომ ასე ამბობენ, გამოყვევით. გამოყვევით, follow ნიშნავს გამოყვევას. ხო, გამოყვევით. სოციალურ. და თუ კიდევ კითხვები გექნებათ, დაგვიწერეთ, აგერ ხო ხედავთ, ამისთვის ალკე ვიდეო ჩავწერეთ. აჰა. ჩაო. Bye.